ჩაერთვება შეერთებული შტატები თუ არა. დაიწყება მსოფლიო ომი თუ არა. მოხდება აპოკალიფსი თუ არა. ამას კითხულობს ახლა მთელი მსოფლიო. საქართველოში კი მთავარი თემაა ვინ ვის უწოდა მონა სოციალურ ქსელში და ამის გამო ჯარიმა ვის გამოუწერეს. სოციალური ქსელები ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებს ძალიან არ უყვართ. აგერ ირანის ხელისუფლება მოქალაქეებს თხოვს ტელეფონებიდან წაშალონ ყველა მსგავსი აპლიკაცია. მათ შორის WhatsApp-იც კი, რომელიც ცოტა ხნის წინ თავად დაუშვეს. საბაბი? მაგას ჩვენი მტრები დაზვერვისთვის იყენებენ. WhatsApp-ის ან რამის ტელეფონებიდან წაშლა რომ აჩერებდეს ისრაელის ავიაციას, დიდი საქმე იქნებოდა, მაგრამ ომი და ბომბები როგორ უნდა გიხაროდეს ადამიანს, მაგრამ ირანელ ხალხს ასე მოულოდნელად გაუჩნდა ივანაშვილ კუბახიძის საყვარელი აიათოლებისგან გათავისუფლების შანსი. ამხელა თითქმის ბირთვული ქვეყნის მართვის სისტემის სრული მოშლა და დიქტატურის მკვეთრი კრახი, რა თქმა უნდა, იოლად არ დასრულდება. ახლო აღმოსავლეთში მებრძოლი შეიარაღებული ჯგუფების უფრო კი არმიების ალბათ 75% ირანის შექმნილია, გამოწვრთნილი და შეიარაღებული და მისი ინტერესებისთვის იბრძვის. ქვეყნის შიგნითაც აუცილებლად გამოჩნდებიან ძალაუფლებისთვის მებრძოლი ჯგუფები და ისტორიული გამოცდილებით სამწუხაროდ ალბათ კიდევ დაიღვრება სისხლი. 100,000 ლტოლვილი შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიაწყდეს და სამეზობლოვინაა. არა, კიდევ ერთხელ. ეს არის ყველაზე უარეს სცენარი. ყველამ ჩვენ ღმერთს ვთხოვოთ, რომ ასე არ მოხდეს და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. მაგრამ ამ და სხვა ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. მე სულ სხვა, ქართული, ძალიან ქართული კითხვა მოძვალებს. რა განძრეული აქვს სამყაროს, რომ ქართველები ირანში შახის დაბრუნებას გულშემატკივრობთ, ასე ხართ. გადაახვიეთ ერეკლე პაპას დროზე, გიორგი სააკაძის ეპოქაზე, ქეთევან დედოფალზე, ირანის შაჰთა და შაჰინშათა ნებისმიერი დინასტიის მმართველობაზე. რა ვიცი, ვიზზე და რაზზე აღარ. და ისევ დაფიქრდით, 2025 წელს გურჯები სპარსეთში, ტახტზე, შახის ასვლას უჭერთ მხარს. ახლა მიხვდით სიტყვა ბეტკრულის მნიშვნელობას. რაც დავიდით, იმაზეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень გადაცემოდა.